ირაკლი შაიშმელაშვილს, რომელიც ამერიკიდან გვერდდება პირდაპირ ეთერში. ის იყო პირველი, ვინც აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის გამო დატოვა. მიზეზებზე ხმამაღლა ისაუბრა, სამშობლოდან უსაფრთხოების მიზნით გაემგზავრა და ახლა ემიგრაციაშია. გომელაურის უწყების ყოფილმა მაღალჩინოსანმა მედიასთან ინტერვიუებში წასვლის მიზეზად ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებზე პოლიციელების მიერ დემონსტრანტების ცემა და ძალადობა დაასახელა, თუმცა გასული წლის დეკემბერში დაწერილ ოფიციალურ პატაკში შაბლონური ფრაზაა გამოყენებული ოჯახური პირობების გამო. თავად ამბობს, რომ გადაწყვეტილების რეალური მოტივი მისი ზემდგომებისთვის ცნობილი იყო. ირაკლი შაიშმელაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში თავდაცვის სამინისტროდან 16 წლიანი მუშაობის შემდეგ 2018 წელს გადავიდა. ის ამ უწყებას წარმოადგენდა 2021 წლის 5 ივლისს, 2019 წლის გავრილოვის ღამეს და ეგრეთ წოდებული აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის დროსაც. შაიშმელაშვილი ამ თანამდებობაზე იყო, როცა მისი თანამშრომელი რუსთაველის გამზირზე პირდაპირ ჩართვის დროს თავს დამესხა მეც და გამთიშა და ჩემთვის საინტერესოა აქვს თუ არა ამ ფაქტის შესახებ მას ინფორმაცია, რადგან ირაკლი შაიშმელაშვილი დღეს ჩვენს გადაცემას პირველად ერთვება, ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და მას აუცილებლად ვკითხავ ამ თემაზეც, რადგან დღეს ჩემზე და ჩემს კოლეგებზე ასევე მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმებიდან ზუსტად 6 თვე გავიდა, მაგრამ ასეულობით ასეთი საქმის მიუხედავად ერთი პოლიციელიც კი არ დასჯილა. ამ თემებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა ინტერვიუს რა თქმა უნდა მეორე ნაწილს დავუთმობთ. ამ თემებს მანამდე დღის სხვა აქტუალური თემებით დავიწყებთ ბატონო ირაკლისთან. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი პირველად და იმედი მაქვს, რომ ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ დღეს თქვენგან. და ბევრი სასაუბრო ვაპირებდით დაგვეწყო საუბარი ბაჩიაშვილის მაგრამ მელიას გატაცებაზე გვიწევს საუბრის დაწყება. თქვენი პირველი რეაქცია როგორია? თუ კი ვინმე ელოდა მელიას დაკავებას, ეს უფრო იქნებოდა ხვალ, როდესაც ვიცით, რომ ღამის 12 საათზე გირაოს ვადა იწურება, ხვალ სასამართლო იყო დანიშნული და აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეცვალათ. აი, რატომ და რა გააკეთა ამით რეჟიმმა დღეს? და საინტერესო იქნება ასევე დაკავების ფორმებთან დაკავშირებით თქვენი ხედვა, როგორც ყოფილი თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროსი, ვრცელდება ასეთი ინფორმაცია, რომ ლისზე მის დასაკავებლად დაახლოებით 200-მდე ეგრეთ წოდებული სამართალდამცველი გამოიყენეს. მოგესალმებით. ბოდის გიხდით. შეხვედრიდან ვერ მოვასწარი სახში მისვლა, ამიტომ ძირან მიწევს ჩართვა და თქვენს გადაცემას წარმატებებს უსურვებ, ძალიან საინტერესო პროექტი გააკეთეთ. მადლობა დიდი. რაც შეეხება მელიას დაკავებას, ფორმები იცით რა არის გურამ შინაგან საქმეთა სამინისტროში წესით უნდა არსებობდეს სტანდარტები. ეს დაკავება იქნება, ოპერაცია იქნება, ღონისძიება იქნება, ამოცანის მართვა იქნება თუ ასე შემდეგ, მაგრამ დიდი ხანია შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული არის სამართლებრივი ჩარჩოებიდან და ის მოქმედებს კერძო კონკრეტული პირების მითითების შესაბამისად, იმიტომ რომ ეგ არანაირი სტანდარტს არ ექვემდებარება. არ მაქვს სამწუხაროდ ვერ მოვასწარი, არ მინახია მელიას დაკავების ფაქტები ან რა ვითარებაში, ან რა სიტუაციაში განხორციელდა, თუმცა მიდგომა არის ერთი და იგივე, როგორც იყო პირველად როცა დააკავეს, მაშინაც კი. დაკავებით რა შეეხება თვითონ მელიას დაკავება, ეს არის ასე ვთქვათ, ჯაფარიძის დაკავების გაგრძელება და ატომღაც მგონია, რომ ეტაპობრივად მათთვის არასასურველი პოლიტიკური ფიგურების მოშორებას ამ მეთოდებით შეეცდებიან. ხო, სხვათა შორის ახალი მინისტრის პირველი ხმაურიანი ოპერაციაა ეს და პირადად მასზე რას გვეტყვით? რაღაც თავის გამოჩენა ხომ არ სურს ამით და მის პერსონაზე რა შეგიძლიათ გითხრათ, ვინ არის თუ იცნობთ? რა თქმა უნდა იცნობთ, მაგრამ ხო, რა შეგიძლიათ გითხრათ საჯაროდ მასზე? არ ვიცი, სამწუხაროდ მე არ მაქვს მასზე არანაირი ინფორმაცია, გარდა ზოგადი რაც ზოგადად დაიდო მასზე ბიოგრაფიული მონაცემებისა, არ ვიცი, თუმცა არ ამგონია, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყოს როგორც ახალი მინისტრის რანგში. ეს ყოველთვის მოდის ზემოდან დავალებები, ისევე როგორც პირველად როცა მელია დააკავეს, არც მაშინ არ მეუღია მინის გადაწყვეტილება, ხო? მოვიდა ზემდგომიდან მითითება, რომ ეს უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ ვიღაცა ზემოთ ესე აწყობს, ეს ვიღაცა საქართველოს კარგად იცის ვინ არის და შესაბამისად მელიას დაკავებად მისი ვიდეო ნახე მე, როდესაც სასამართლო გადაიდო და ალბათ ყველა ელოდებოდა, როცა სასამართლოში გამოცხადებოდა, მაშინ დააკავებდნენ. არაპირებდა ბატონო ირაკლი გამოცხადება სასამართლოში, მე მგონი საინტერესო დეტალია ესეც, რომ სასამართლოში მისვლას ნიკამელია არაპირებდა და ხვალ დღის განმავლობაში სავარაუდოდ სადმე ან სახლში ან ოფისში მოუწევდათ მისი აყვანა. როგორც ჩვენ ნუგზარ ციკლაურისგან მოვისმინეთ, ცალსახად პარტია არანაირ ძალადობრივი მეთოდის მიმართვას არაპირებდა, მაგრამ ხედავთ ხოლმე ხომ აი მცირე რიცხოვანი
შეკრებების დროსაც კი როგორ ძალას იყენებს სტრუქტურა, ხომ? აი ხვალ რა შეიძლებოდა მოემოქმედათ, რისგან აირიდეს თავი. შეიძლება ეს ერთ-ერთი ვარაუდი იყო, რომ ხვალ დემონსტრაციულად ბევრი დღის შუქზე, ბევრი ადამიანის თანდასწრებით არ უნდათ მისი დაკავება აი ამ ფორმით, როგორ ფიქრობთ? არა მგონია, ჩემი აზრით პირიქით, ანუ ამ დაკავებით ერთგვარი მესიჯი გაუგზავნეს ზოგადად პოლიტიკურ სპექტრს, ოპოზიციას, ოპოზიციურად მათთვის ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენ გვსურს. ჩვენთვის შემაკავებელი ფაქტორი არ არსებობს. ამით აუქმებენ სასამართლოსაც, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობდა, ხომ აქამდე? ეხლა თქვენ უნებრივია სასამართლო გადაწყვეტილება. სტანდარტებში შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორ მოქმედებს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის უბრალოდ გამოძიება და მე აღსრულების ნაწილს აკეთებს. სასამართლოს დადგენილების გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ახორციელებს დაკავების არცერთ ღონისძიებას და არ ვიცი რა აქვს მაგათ ასე ვთქვათ გასამყარებელი და არითი გაამართლებენ აქმედებას ან რატო იყო გადაუდებელი აუცილებლობით მელიას დაკავება ეს ხო არ არის კრიმინალი ეს ხო არ არის დამნაშავე აქ ხო არ არის საფრთხეები მისი ქვეყნიდან გასვლა ადმინისტრაციული სამართალ დარღვევა ეს იყო კომენტარი რომელიც დაგვაწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩნდება ვეჭვები რომ შესაძლოა სულ სხვა ადმინისტრაციული სასჯელი გამოუგონონ ახლა და თავისთავად ამ სასჯელით საპყრობილეში დატოვონ და მერე დაეწევა უკვე გირაოს საქმეც არაფერი დღეს გასაკვირი სამწუხაროდ არაფერი აღარ ხდება საქართველოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლიათ ნებისმიერ რამე დააბრალო ნებისმიერი მიზეზი დააკავონ ანუ აკეთებენ იმას რაც სურთ ანუ ეს ჩემი აზრით ერთგვარი დემონსტრირება არის ძალის დემონსტრირება საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეაშინონ რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც ჩვენ გვსურს ბატონო ირაკლი, აუცილებლად ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამომავლო გეგმებთან მინდა დაგაბრუნოთ. თავადვე ამბობთ, რომ იქ რაღაცა კონკრეტული ფიგურის ცვლილება არაფერს ნიშნავს, მაგრამ ახალი მინისტრი გომელაურის წასვლა ეს ფაქტი არ არის უმნიშვნელო, რადგან გომელაური ვიცით, რომ სარგებლობდა ივანიშვილის მხარდაჭერით და ნდობით, მაინც რას შეიძლება დაუკავშიროთ ეს ყოველივე? გომელაური თუ პირობითად გომელაურს შეეძლო ნებისმიერ დროს ტელეფონი აეღო და ერეკა ივანიშვილთან ან კობახიძისგან მიღებული ბრძანებები გადაემოწმებინა ამას ახალი მინისტრი არ და ვერ გააკეთებს ეს იქნება პირდაპირ დამოკიდებული ასე ვთქვათ ჩამოკიდებული ვერტიკალში კობახიძეზე ეს შეცვლის სურათს ერთ ზოგად ასპექტში შინაარსობრივ ნაწილში და რეფორმების ნაწილში რომ რამეს გააუმჯობესებს ამისი არც იმედი და არც ამისი პერსპექტივა არ აჩანს ის გააგრძელებს უბრალოდ იმ გზას, რასაც აქამდე აგრძელებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ძალადობრივად მოქალაქეებზე ზეწოლით მოქალაქეების დაშინებას, დაკავებას, რეპრესიებს არაფერს გომელაურმა რა დააშავა? წყალებში რა. გომელაურს დიდი ხანი უნდოდა წასვლა, შარშანწინაც უნდოდა უბრალოდ არ უშვებდნენ. ვერ ელეოდა. ანუ გულწრფელი სურვილი იყო როგორც თავისინებით წავიდა ბატონო ირაკლი. მე ჩემი ინფორმაციით ვიცი რომ დიდი ხანი უნდოდა წასვლა. მათ ძალიან დიდი ბევრს უნდა სხვათა შორის წასვლა, იმიტომ რომ 12 წლის განმავლობაში ამ ადამიანებმა იმხელა ფინანსური კაპიტალის შექმნეს და დააგროვეს. კიდევ ერთხელ ვიძახი, იმიტომ რომ ისინი სამსახურში სახელმწიფო უწყებაში სახელმწიფოსთვის არ მუშაობენ, ისინი მუშაობენ პირადი კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, რაღაცა კაპიტალს მიაღწიეს, უნდათ ეხლა გავიდნენ, იმიტომ რომ არ სიამოვნებთ მათზე საუბრები სიუჟეტები, მით უფრო ახლა სანქციების პროცესი, ამას ხმამაღლა არ იძახიან. მათი ამომრჩევლისთვის იძახიან, რომ სანქციები არაფერი არის, თუმცა ხო, თან ეს სანქციები ფართოვდება, ეს გაფართოების პერსპექტივაც ხომ არ აშინებთ. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც შესაძლოა არ უღირდეთ თანამდებობაზე ყოფნა ივანიშვილთან ახლობლობის მიუხედავად. სანქციები თითოეულ მათგანზე ძალიან ცუდად, ანუ ძიმეთ მოქმედებს, ამას ძალიან ასე ვთქვათ განიცდიან. შესაბამისად მიეცა შესაძლებლობა, არ ვიცი, ალბათ ხობა პირადად ივანიშვილისგან მიიღო თანხმობა და გაუშვეს და საერთოდ გაქრება ეს საზოგადოების თვალსაჩინარიდან გომელაურს ალბათ ვეღარ იპოვით, იქნება მხოლოდ სახში არის. ბატონო ირაკლი, თქვენ როგორ ფიქრობთ, ახსენეთ რომ კობახიძე გადაიბარა ხო პრინციპში შინაგან საქმეთა სამინისტროც. კონცენტრაცია ფორმალური ძალაუფლების კობახიძის ხელში რატომ ხდება და რეალურად ვინ მართავს ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას თქვენი აზრით? ჩემი აზრით საქართველოში სტრატეგიულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღება
მთავრობის ადმინისტრაციაში არ ხდება. ეს არის ამას კარნახობენ მოსკოვიდან მითითებები გარდა მაგის საქართველოში უკვე არის ძალიან ბევრი მათ შორის თქვენი და სხვადასხვა ტელევიზიის სხვადასხვა გამოძიებებში არიან დაფიქსირებული რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც დაწერილი სცენარით მიყვებიან. ანუ კობახიძეს არ აქვს იმისი რესურსი არც ივანიშვილს, რომ თავმოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება სახელმწიფოს დონეზე. ეს საქართველოს მართავს რუსული სპეცსამსახურები. აი რა დონეზე, რა ტიპის გადაწყვეტილებები მოდის მოსკოვიდან? რისი თქმა შეგიძლიათ ამის შესახებ? ეს გადაწყვეტილებები აქ არის ძირითადი, ცით როგორ არის, ანუ ტაქტიკურ ოპერატიულ დონეზე, ხო, ანუ იქ არ არის რომ სიტყვაზე კობახიძე ვის უნდა დაურეკოს ან სადმა წავიდეს, ან ვის უნდა შეხვდეს. აქ არის ძირითადი შტრიხები, რაც უნდა ამათმა დაიცვან, რაც უნდა ამათმა გაითვალისწინონ და ეს არის ძალადობრივით, ანუ ძალადობის ვერტიკალის შექმნა და გამყარება. ანუ ეტაპობრივად უფრო და უფრო გაამკაცრებენ სიტუაციას. ეს ფარასკანონსაც რო ეხლა ამოქმედებენ, უფრო მეტად გაამძაფრებენ პოლიციის მოქმედებას და მათ შორის კრიმინალის დახმარებითაც გააძლიერებენ ამ ყველაფერს. შექმნიან გარემოს ისეც, რომ საზოგადოება შეეშინდეს ხმის ამოღება, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივი შიში, რაიმე გააპროტესტონ, ვინმეზე რამე თქვან. ერთ-ერთი გაიმეორებენ ზუსტად რაც მოსკოვში ხდება, იმას გადმოიტანენ ის მოდელი გადმოაქვს საქართველოში. ეს იყო გრძელვადიანი გაწერილი პროექტი, უბრალოდ ეს მე 2022 წელს ამათ უკრაინის ომმა დააჩქარა და მოუწიათ გადაწყობა და ძალიან ბევრი შესაძლებელი. თქვენ პირველი ნიშნები როდის დაინახეთ ბატონო ირაკლი, რომ შეიძლება ქვეყნის ძალოვან სისტემებში შემოსულიყო აი ასე ძლიერად რუსული გავლენა? იცით რა, ბევრჯერ მკითხეს, ეს კითხეს ამასთან დაკავშირებით და რთული არის. თქვენ პირველად ხართ და შანსს ხელიდან არ გაუშვებთ. ხო, არა, მინდა რომ სწორად ახსნა, იცით რა, დავინახეთ ესე ხელშესახებად. უბრალოდ რაღაცა კონკრეტული ფაქტების მერე ამის ანალიზი რომ მოვახდინე და რო შევადარე, ანუ პირობითად ომის დაწყების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რა გააკეთა, თავდაცვის სამინისტრომ რა გააკეთა, ზოგადად სახელმწიფომ რა გააკეთა, კონკრეტული მოქმედებების დროს, როცა სახელმწიფოს დონეზე ხდება გადაწყვეტილების მიღება, როგორი მიდგომა ჰქონდათ საოკუპაციო ხაზთან, რა დამოკიდებულება ჰქონდათ, ჩვენს პარტნიორებთან რა დამოკიდებულება ჰქონდათ. მერწმუნეთ, ანუ დახურულ წრეებში, ანუ ჩვენს პარტნიორებს, რომლის დახმარებითაც ეკონომიკა, აღჭურვილობა, ინფრასტრუქტურა, ყველაფერი თითქმის სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ, ასე თუ ისე სუნთქავს იმ ადამიანების მიმართ ისეთ სიტყვებს ხმარობდნენ მაღალი თანამდებობის პირები. ანუ ეს მე ყველაფერი ერთმანეთს რო დაუკავშირე, გავაერთიანე, ანუ ეს არის, ანუ ესე კონკრეტულად რო აი ეს ამას შეხვდა, ამან ეს გააკეთა, ესე არ ხდება. ხედავთ, ანუ ეს ფაქტების კონსოლიდაციით ეს არის ჩემი დასკვნა და მე რა ვისთანაც და რა დონის ხელმძღვანელ პირებთანაც მქონია შეხება და გადაწყვეტილების მიღების პირები როგორც იქცეოდნენ, იმის საფუძველზე ვასკვნი ამას, რომ ესენი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს არ იღებენ. ხო, ეს დროთა განმავლობაში თქვენმა დაკვირვებამ გამოგატანინათ ეს დასკვნა, ასე ვთქვათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მით უფრო, როდესაც ქვეყანაში წამყვანი სტრუქტურა არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ერთადერთი უწყება, რომელსაც მშვიდობიანობის პერიოდში აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა. დაწყებული დაუშვათ მოქალაქეთა დაცვიდან დამთავრებული საოკუპაციო ხაზით, ხო? არც ერთ დონეზე მათ სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტილება სახელმწიფო სასარგებლოდ არ მიუღია. ხო, მოკლედ ის რომ ყველა უწყება ახლა იმართება მოსკოვიდან, ეს ანალიზი და დასკვნა თქვენ გამოიტანეთ თქვენი გამოცდილებითაც მათ შორის, მაგრამ მინდა დავაზუსტოთ, აი დღესაც ხომ არ ინარჩუნებთ თქვენს ყოფილ უწყებაში კომუნიკაციას თანამშრომლებთან დამატებით, ხომ არ გიმყარდებათ ასევე თქვენი ეს დასკვნა მათ მიერ მოწოდებული ახლა მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციით? მე თანამშრომლებთან არავისთან, მოკლედ თანამშრომლებთან ურთიერთობა არ მაქვს. მხოლოდ იმიტომ, რომ მათი უსაფრთხოებისთვის და იმიტომ, რომ ესენი ისე არიან, ასე ვთქვათ, შეპყრობილების სხვადასხვა მიწისქვეშეთების ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დააბრალონ. ანუ ახლა აი საქართველოსთან კომუნიკაციით ინფორმაციის განახლებას ვერ ახერხებთ? სხვადასხვა ურთიერთობებთან, რა თქმა უნდა, მაქვს, როგორც არათანამშრომლებთან. ბუნებრივია. მაქვს ინფორმაციები, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რაც ხდება. ბაჩიაშვილის დაკავების საკითხიც წინწრებათ რა, ანუ
რო ემზადებოდნენ და ჩართულები რო იყვნენ ამაში და გამოიყენეს რუსული და ბელარუსის სპეცსამსახურები, ესეც ხო, ბაჩიაშვილზე აუცილებლად კითხავთ ბატონო ირაკლი, აუცილებლად ძალიან დეტალურად უნდა მიმოვიხილოთ ბაჩიაშვილზე რა იცით, მაგრამ ერთ რამეს დავაზუსტებ, აი ხშირად გვესმის, რომ მაგალითად სუსში არის კონკრეტული პირი, რომელიც ხელდასმულია რუსეთის მხრიდან და ის იქ რაღაც მაკონტროლებლად მოგვევლინება და ეს რაღაცა ოფიციალურად არსად არ არის დოკუმენტურად დადასტურებული, მაგრამ ამ უწყებაში ყველა მიცის, რომ ის რუსეთიდან მოვლენილი კონკრეტული რაღაცა თანამდებობის პირია. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროში ასეთი რაღაცა უხილავი ხელი არსებობს ინფორმაციის განახლებაზე, ამიტომ დავაზუსტე კითხვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მე რუსეთის და ბელარუსული წარმომავლობის ადამიანები ნამდვილად არ მინახია, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნამდვილად აყავთ ნანახი ბელარუსის და რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლები. მათ შორის ქავთარაძის ოფისშიც და მათ შორის ვაჟოვშაველასაც. ანუ ეს არიან რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები, რომლებიც ამ უწყებაში საშვით შედიან და იქ საქმიანობენ, კონკრეტულ საქმიანობას ეწევიან? მოქალაქეები არა, სპეცსამსახურის წარმომადგენლები. მოქალაქე იქ ფიზიკურად ვერ მოხდება ვერანაირად. ამიტომ არის ეს მათი დახმარებით მოახდინეს, ბაჩიაშვილის ჩამოყვანაც საემიროებიდან მარტო ქართული სპეცსამსახურების დახმარებით ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ. თავად საემიროების როლი როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო? ნახეთ როგორი სურათი მივიღეთ დღის ბოლოს დღეს. თავად გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ უცხო ქვეყნიდან გაიტაცეს ვერტმფრენით 2 დღის წინ, ანუ 24 მაისს და 2 დღის შემდეგ ის უკვე დააკავეს და სუსის გავრცელებულ ვერსიას რადიკალურად ემიჯნებოდა ბაჩიაშვილის მონაყოლი, მაგრამ დღის ბოლოს უკვე ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ეს არის ზღაპრები და სუსის ვერსია რეალური. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მომხდარიყო? იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით რაც თქვენ გაქვთ. მე არ მჯერა, რომ ბაჩიაშვილი მწვანე ზონაში მოხდა. ეს არის სპეციალურად შექმნილი, ასე ვთქვათ, თეორია, რომ მე ვითომ დააკავშირა და იქ იყო მე სხვადასხვა მოსაზრებები, ვითომ აქვთან მუხთარლის პარალელები გაავლეს, ბაქოში ჩამოიყვანეს, ბაქოდან წითელხიდზე დატოვეს და ასე შემდეგ. ეს არის უბრალოდ აყვანილი საემიროებში და სპეციალური რეისით არის ჩამოყვანილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. რომ მიმართოთ, ხო, პირობითად და მოითხოვოთ, მაშინ კადრები უნდა წარმოადგინოს. აი რატო არ წარმოადგენეს? პირობითად ფოტო მასალა, ვიდეო მასალა როგორ გადაადგილდება, ან ვინ დაინახა, ან ვინ შეამჩნია და ასე შემდეგ. თუ უნდათ რომ ეს სურათი სრულად გაამყარონ, რატო არ აკეთებენ ამ ინფორმაციის სრულყოფილ წარმოდგენას? იმიტომ რომ ესე არ მომხდარა. ხო, ამ ვერსიის აბსურდულობას ბატონო ირაკლი გიორგი შეიშვანიშვილის ჩაცმულობაც კი უკვე რაღაც ხას უსვამს. ხო, თეთრი მაისურით არავინ არ გადადის გადასაპარად. აირზენასი, ხო, აი რაღაცა ჩარტერით არის ჩამოყვანილი და დეტალურად ყვება ამ ამბავს. რისი უარყოფაც ჯერ არ მოგვისმენია სუსისგან. მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ ეს არის ზღაპარი და მოკლედ სუსის ვერსია მართალი და ვისაც უნდა დაიჯეროსო. დუბაიში მიმდინარე კანონები როგორი არის დაუშვათ ან მათი წესრიგი ან მათი პროტოკოლი მსგავს სიტუაციაში, თუმცა რაც არ უნდა ყოფილიყო უცხო ქვეყნის მოქალაქე, როდესაც გადაცემული არის, ხო, დაკავებაზე, თუნდაც იმ ვერსია, რასაც თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, მაშინ მათ უნდა დაეკავებინათ, უნდა გადაეყვანათ სასამართლოში, ჩატარებული იყოს სასამართლო ცდომები, მერე უნდა გაეკეთებინათ ექსტრადირების პროცესი და ასე შემდეგ. ანუ ადამიანს ჩამოაცვეს თავზე მეშოკი, ჩასვეს თვითონში, გაიღვიძა თვალები განახილა, აღმოაჩინა რომ არის თბილისში და ავი დუბაი მგონია კარგად განვითარებული ფხენიანი, უბრალოდ არ მგონია იქ რაღაცა ახლა საკანონმდებლო საკითხებით იყვნენ კარგად დაინტერესებული, თუმცა ფაქტი არის ის, რომ შეპირდა ივანიშვილი მას, რომ აუცილებლად დაგაბრუნებ თბილისშიო და ყველა მეთოდი გამოიყენა. მათ შორის მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ყავდა ჩართული გიორგის მოძებნაში და ჩამოყვანაში. თუმცა დაასრულა სახელმწიფო უსაფრთხოება. რა ფორმით დუბაიში ჩაერივნენ, იპოვეს, ან კონდათ არაფორმალური მოლაპარაკებები, ან რაიმე ძალდატანებას, ან გარიგების მცდელობას კონდა ადგილი, რა მონაწილეობა მიიღეს კრიმინალებმა, იმიტომ რომ ამბობთ იმას, რაზეც არსებობს გარკვეული ვერსიები. ეძებდნენ უბრალოდ კრიმინალებს, უბრალოდ რო დაესწროთ კრიმინალებს, კრიმინალები ჩამოუყვანდნენ საქართველოში, რომ დაასწრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაეხმარა
რუსეთის სპეცსამსახურები. ბატონო ირაკლი, რადგან კრიმინალები ახსენეთ, ბოლო დღეებია თბილისში ძალიან აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრიმინალური, ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც წლებია ქვეყანაში ვერ ჩამოდიოდნენ, ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში შემოუშვა, შეუქმნა სასათბურე პირობები და მოკლედ დაბრუნდნენ ისეთი ხმაურიანი სახელები და გვარები, ვისაც ახლა შეგნებულად არ დავასახელებთ, მაგრამ წესით აქ არ უნდა დაედგომებოდეთ ნორმალური სახელმწიფო რომ არსებობდეს. თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია და თუ ადასტურებთ ამ ცნობას, რას უკავშირებთ მათ საქართველოში დაბრუნებას? ეხლა არ ვიცი ვიზი არის საუბარი ან ვინ შემოვიდა, თუმცა მე რომ მუშაობდი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოში ნამდვილად იყო კრიმინალური სამყაროს ელიტების შეკრება. ჩამოყვანილი ყავდათ არჩევნების წინ ეს ადამიანები. სამწუხარო ის იყო, რომ თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მასპინძლობდნენ მათ. ისინი უზრუნველყოფდნენ მათ გადაყვანას უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. დღეს ეს მთავრობა არის პირდაპირ გარიგებაში კრიმინალებთან, იმიტომ რომ ქუჩით ხდება გარკვეულწილად გარკვეული საკითხების დალაგება და მოგვარება. ხო, გარიგების არსი კონკრეტულად რაშია? აი რა როლს ასრულებს ეს ცნობილი დაჯგუფებები? კი, არჩევნების წინ ხმების მობილიზებაში ეხმარებიან ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ანუ მათთვის დავუშვათ ეს ადამიანები არიან, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესებში არიან ჩართულები, სხვადასხვა ბიზნესებს ასე ვთქვათ ან კურირებენ ან კრიშავენ, ეს მარტო საქართველოში არ ხდება. განსაკუთრებით ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან რუსეთის ფედერაციაში და ამაში იყენებენ. მაგის გარდა თბილისში ტელევიზიით არ გადის, თორე ძალიან უამრავი საქმის გარჩევები ხდება და უამრავი ანგარიშსწორება ხდება. ვის იყენებენ? ზუსტად ეს ადამიანები არიან, ეს აძმოები არიან, რომლებიც ჩართულები ხარ. ზოგი მიბმული არის პირობითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, ზოგი ვიზე და ასე შემდეგ, ეხლა გვარებით რო არ ჩამოვხდა. ხო, ბატონო ირაკლი, უბრალოდ მაყურებელს ძალიან ცნობილი არის. მაყურებელს გავახსენებ, ახალი მინისტრი, რომელიც წარმოგვიდგინეს, ცნობილია კადრით, როცა ის მივიდა სკოლაში, მანდატურების უფროსი იყო მაშინ და დახვდა დაფაზე წარწერა ქურდებს სიცოცხლე. უბრალოდ ისე სიმბოლურია მოკლედ, რომ ის ალბათ ამ იყო პერიოდი, როდესაც ბავშვები, თქვენ გახსოვთ, იყო პერიოდი, როდესაც ბავშვი რო გაგეჩერებინა სკოლაში და გეკითხათ, ვინ გინდა გამოხვიდე, ორადორ პროფესიას ასახელებდა, ან ჯარისკაცობა უნდა და ან პოლიციელობა უნდა და იმდენად მაღალი იყო ჯარისადმი და პოლიციისადმი დობა, სიყვარული და პატივისცემა. დღეს ამ სისტემაში, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროში, აი თანამშრომლები არიან სხვენიათ, როცა ფორმა აცვიათ, იმიტომ რომ როდესაც დაუკავებიათ, ან გაუჩერებიათ, ან ღონისძიებაზე დასულან, მიუღიათ ბრძანება, რომ მაგას ხელი აწავლო, ან არ შეეხო. მათ შორის განსაკუთრებით იჩაგრებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ამას მამაღლა არ იძახიან, ამას ვერ იძახიან, რატო არ აკეთებენ ამას, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ დღეს ქვეყანა გადააქციეს კრიმინალურ დაჯგუფებებად და ცოტა ხანში გახდება პატარა ჩეჩნეთი. ვისთვისაც იბრძვის ალბათ ყველა, მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლები. ის წესრიგი დაამყარო, რაც არის გროზნოში. იმიტომ მეტრფიან კადიროველებს, იმიტომ ჩამოყავთ, იმიტომ ხდებიან, იმიტომ მასპინძლობენ და ასე შემდეგ. ეს უნდა საბოლოო ჯამში საქართველოს აქციონ იზოლირებულ სახელმწიფოდ, სადაც ყველაფერს გააკეთებენ, რაც მოესურვებათ. ხო, ამაზე ვიფიქრონ ქართული ოცნების ამომრჩევლებმა, ვინც დღეს ამბობს, რომ აი მშვიდობას ვირჩევთო, თუ კადიროვის ქვეყანა გვინდა, ეს არის მშვიდობა მათი წარმოდგენით. ეს მშვიდობა არ არის. ეს მშვიდობა არ არის. დღეს რაც ქვეყანაში ხდება, ეს მშვიდობა არ არის. ადამიანს, როდესაც არ აქვს სამართლიანობის განცდა და ადამიანს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეუძლია, რომ თავისი სიმართლე სასამართლოდ დაამტკიცოს, ეს მშვიდობა არ არის. იქ, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ამას დააბრალებენ და გაუშვებენ ციხეში გაურკვეველი ვადით, აუცილებელი მშვიდობა რატო ასოცირდება მაინც და მაინც საბრძოლო მოქმედებებთან. დღეს რაც თბილისში ხდება, რაც საქართველოში ხდება, ეს მშვიდობასთან რაიმე კავშირში არის. ცოტა ხანში დაიწყება. აი იცით რა არის უბრალოდ, როცა ეს მოხდება, მე შეიძლება ვერაფერი ვეღარ შევცვალოთ, სანამ, იმიტომ რომ 90-იანებში რაც ხდებოდა, იმ გზისკენ ყავთ არჩეული მთავრობას რომ წაიყვანოს, ხო? და მშიერი მოქალაქეები ცოტა ხანში დაიწყებენ კურდობას, ძარცვას, ყაჩაღობას და ასე შემდეგ.
არ ვიცი. და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ სასამართლო ახსენეთ და ჩვენ დღეს ერთ-ერთ ცენტრალურ თემად ისედაც გქონდა პოლიტიკური მართლმსაჯულება სინდისის პატიმრების პროცესებს თუ ადევნებთ თვალს იქ ერთ-ერთი მთავარი კითხვა რომელიც პოლიციელი მოწმეების მისამართით არის თავადაც რატომ არ გაუჩნდათ პრეტენზია ან კითხვა როდესაც აი ესეთი რეალობა წინა ხაზზე დაუცველი პოლიციელები იდგნენ თუ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება თუ სისტემა ელოდებოდა ხალხმრავალ აქციას და თვითონ ყვებიან რომ ელოდებოდნენ ეკიპირებული შემადგენლობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აი ამ დაუცველი პოლიციელების უკან და მოსორებით რატომ იდგა ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა ამ პროცესების დროს რა შეგიძლიათ ამაზე გითხრათ კი უყურებ თვალსვადევნებ მაინტერესებს ძალიან და მებრალებიან ის ადამიანები რომლებიც მოწმეებად გამოყავთ იმიტომ რომ მათი ნება არ არის ეს უბრალოდ ხელმძღვანელები ავალებენ უწერენ მიდიან პროკურატურაში პროკურორი რასაც წარუდგენს იმას მოაწერენ ხელს და მე რასაც პროკურორი დაარიგებს იმაზე საუბრობენ რაც შეეხება თვითონ იმ მოქმედებებს ეს არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამტკიცებული თუმცა შედგენილი არის შემუშავებული არის ჩვენს დეპარტამენტში ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში შევიმუშავე სტანდარტული სამოქმედო პროცედურები მსგავს სიტუაციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორ უნდა მოახდინოს ამოცანის შესრულება. აქციების დროს პირველი ჩართული ყავდათ ძალიან ბევრი ადამიანი, პოლიციელი, რომლის სამი საჭიროება არ იდგა. მეორე, როდესაც აქცია იმართება, აქციის ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ხდება ტაქტიკური გადაწყობა, ანუ პირველ ეტაპზე ვინ მონაწილეობს რა ამოცანაში, მეორე ეტაპზე ვინ მონაწილეობს, რა არის მისი დავალება. როდესაც აქცია გადადის ძალადობრივი, ანუ იქ ძალადობრივში მე რას გულისხმობ, რომ აქციის მონაწილეები აღარ ემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს ერთი და მეორე აქციის მონაწილეებიდან ხდება პოლიციელთა მიმართ ბლაგვის აგნების ან დამაზიანებელი ნივთების სროლა. ამ შემთხვევაში ამოცანაში ერთვება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ქვედანაყოფები, რომლებიც აღჭურვილები არიან ეგრეთ წოდებული რობოკოპებით. და იქ უკვე აღარ არის, ასე ვთქვათ, როცა ამოცანაში ჩაერთვება რობოკოპები, იქ უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, აქციის დაშლა. მაგრამ აქციის დაშლა ხდებოდა უკიდურეს სიტუაციაში, ანუ არც ხოგეონებით, ანუ არც ტაქტიკურ მოქმედებებს, არც არანაირ კანონზომიერებას, ან ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს, ან რატო იყო აი როგორ ფიქრობთ რა უნდა მართლწესრიგის ოფიცერს იქ სადაც არის უშუალოდ აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის შეხლის მაღალი რისკი. მართლწესრიგის ოფიცერები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, მით უფრო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფლანგების ზურგს უკან. როდესაც ხდება კონკრეტული პირის დაკავება და ამ ადამიანებზე გადაცემა. რატომ იდგნენ პირიქით? და იდგნენ პირიქით, იმიტომ რომ რატო ვიძახი, ანუ გადაწყვეტილების მიღება ხდება პიროვნების დონეზე და არა დაუშვათ ინსტიტუციურ დონეზე. ამოცანების მართვა ხდება პიროვნების დონეზე და არა ინსტიტუციურ დონეზე. ანუ იქ კონკრეტული პირის როგორც უნდა ისე მართავს, ანუ იწერებოდა გეგმები, ზოგადად საერთო გეგმა, მე ხდებოდა მცირე გეგმების გაკეთება, სადაც იყო დეტალურად თავის დროზე, როცა ამას ვასრულებდით, დეტალურად აღწერილი, რომელ ქუჩაზე, რომელ კორპუსთან რამდენი ადამიანი, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ადამიანზე და ეს რომ მოხდეს, მე როგორ გაკეთდება და ანუ სინქრონში უნდა განხორციელდეს, ხვდებით, ანუ ეს ყოველთვის მე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა კომპლექსი ამ რობოკოპების გამოჩენის და რობოკოპი ეს არის სპეციალური საშუალება, აღჭურვილობა, რომელიც ჭირდება სამინისტროს თავისი ამოცანების შესასრულებლად. ოღონდ ეს უნდა იყოს მიზნობრივად გამოყენებული და არა ისე, როგორც გასული დაუშვათ 6 თვის წინ და ამ პერიოდში ესენი იყენებდნენ. ამას აქვს თავის დანიშნულება, რომ დაიცვას პოლიციელი სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებებისგან. თუმცა როდესაც დაიწყო აქციები, აქ არის საუბარი 28 ნოემბრიდან, არც ერთი აქცია პოლიციის მხრიდან დაგეგმილი არ ექვემდებარებოდა არანაირ კანონზომიერებას. ამ ოპერაციის ერთ-ერთი სამიზნე მეც აღმოჩნდი როგორღაც ბატონო ირაკლი და რადგან დღეს ჩვენი გადაცემის ეთერში პირველად ხარ ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით დღეს გავიდა ზუსტად 6 თვე რაც თავს დამესხა თქვენი ყოფილი თანამშრომელი ჯერჯერობით გაურკვეველი პირი და 6 თვის თავზე გამოძიებას არაფერი გაუკეთებია რა თქმა უნდა პირი იდენტიფიცირებული არ არის და ყველაზე მთავარი საქმის მასალებში როცა მოვითხოვე სათვალთვალო კამერები შინაგან საქმეთა სამინისტროს უსი თბილისის მერია
ოპოზიცია, საქართველოს პარლამენტი ამბობს, რომ ზუსტად იმ მომენტში რაღაც ტექნიკური ხარვეზი გაუჩნდა კამერებს, სათვალთვალო კამერებს და არ არის ასახული სად გარბის ეს თანამშრომელი, ნიღბიანი თანამშრომელი, რომელიც თუმე რაღაც სამართალდამრღვევი ვიყავი, წესით უნდა მაკავებდეს იქ და სადღაც მივყავდე დაკავების იზოლატორში. მოკლედ, ნახავდით თქვენ ამ კადრებს, თქვენი შეფასება მაინტერესებს და ახლა სისტემაში თქვენი გამოცდილებით რა შეგიძლიათ მითხრათ, არის ცნობილი ვინ იყო ეს თავდამსხმელი და ზოგად კონტექსტში კითხავთ, რომ სხვა თავდასხმების შემთხვევაშიც, მომიტინგეებზე, მედიაზე თავდასხმების შემთხვევაშიც არც ერთი პირი დასჯილი არ არის, ეს სტატისტიკაც რას აჩვენებს? კი, სამწუხარო არის, ძალიან სამწუხარო ფაქტი არის. განსაკუთრებით, როდესაც აქ არის საუბარი შარშან-წინ ყველა აქციაზე გენერალური ინსპექციას ევალებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვენი დაცვა, ჟურნალისტების დაცვა. სპეციალური ჯგუფები იყო გამოყოფილი, ეს განსაკუთრებით მოხდა, როდესაც ალექსო ლაშქარავა დაიღუპა და მაშინ ძალიან ბევრი ჟურნალისტი ცემა მოხდა. ამის შემდეგ ხდებოდა სპეციალური ჯგუფების გამოყოფა, რომელსაც ჰქონდა დავალება დაეცვათ ყველა ჟურნალისტები. ბოლოს ესენი რასაც აკეთებდნენ, მედიაზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობდა. თქვენ არ იფიქროთ, რომ არავის მე თუ ვინმეს თუ გონია, რომ თქვენ აერიეთ ჩვეულებრივ მოქალაქეში, ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. თქვენზე მოხდა თავდასხმა გამიზრუნოთ როგორც ჟურნალისტებს და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ჟურნალისტებზე ხდებოდა მიზანმიმართულად. რაც შეეხება ამ პირის იდენტიფიცირება, მე არ ვიცი, კადრებში არ არის გარჩევადი ამ პიროვნების სახე, თუმცა ძალიან მარტივად არის დადგენადი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ძალიან მარტივად შეუძლია დაადგინოს ამ პიროვნების ვინაობა. კერძოდ, ამოიღოს მოსთხოვოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს იმ დროს რუსთაველზე, ფლანგზე, რომელიც ქვედანაყოფი ყავდა წარმოდგენილი. იმ ქვედანაყოფიდან გამოითხოვოს ახსნა-განმარტებითი ბარათი მთავარი სამმართველოს უფროსის იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, რომელი განყოფილება ყავდა. განყოფილების უფროსი დაიბაროს და ესე, ასე ვთქვათ, ქვედა ეშელონებში მოხდება ძალიან მარტივად დადგენა. რაც შეეხება ვიდეო კადრებს, ეს ვიდეო კამერები, ეს ამოღება ეს აქვს ამას, ასე ვთქვათ, აკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი. ყველა კამერის ჩანაწერი არსებობს, არც ერთი კამერის ჩანაწერს მედიას და ასე ვთქვათ, სახალხო დამცველს, ახლა არ ვიცი სახალხო დამცველი საერთოდ ცოცხალია თუ არა, არ გადასცემს რომ მოითხოვოს. ამებს იყენებენ რისთვის? დააიდენტიფიცირონ მოქალაქეები, სხვადასხვა ბრალი წარუდგინონ და დააკავონ. თქვენზე ნებისმიერ ადამიანზე, ერთი ფაქტი ხომ მაინც შეეძლოთ გამოეძიებინათ. ნებისმიერი ერთი ფაქტი, რამდენი გადაცნობა იყო და უბრალოდ ფორმალურად მაინც, ასე ვთქვათ, გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ კი, აქ ნამდვილად გადაამეტა ძალას, აქ იყო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი და ეს ადამიანი არის შესაბამისად სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციული წესით დასჯილი. ამას მიზანმიმართულად არ აკეთებენ და არც გააკეთებენ. იცით შიგნით როგორი საუბარი არის, რომ გეშინიათ, თან საუბრობენ ქუჩური ტერმინებით, რომ რაღაცა აგდებული საუბრებით, რომ გეშინიათ ბიჭებო, რა ვიცი. თქვენ რაც გინდათ ის გააკეთეთ, თქვენ ხართ ხელშეუხებლები. ამიტომაც არიან ნიღბებში. ძალიან სამწუხარო დეტალები გაგვიზიარეთ ახლა თქვენ. ხელისუფლება არ შეიცვლება და სანამ არ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, სანამ არ იქნება დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურები, კაციტაძეს, როგორ გაამასხარავეს ეგ ადამიანი, შექმნეს ამხელა ინსტიტუცია, ამდენი თანხები დაიხარჯა, ფინანსური რესურსები ადამიანები დააკომპლექტეს და ერთი საქმე ვერ გამოიწიეს, ხო? ერთი საქმე ვერ გამოიწიეს, ერთი კონკრეტული ქმედება ვერ დადეს, რაზეც იტყოდნენ, რომ კი, ჩვენმა სამსახურმა ამაზე კონკრეტულად იმუშავა და შედეგები გამოიღო. ხო, ძალიან სამწუხაროა იმის მოსვენა, რომ როგორც თქვენ ამბობთ, ფაქტობრივად ბრძანება ჰქონდათ გაცემული, რომ ჟურნალისტებს გასწორებოდნენ მიზანმიმართულად და ეს უკვე დამოკიდებულებას ამ ხელისუფლებისა აჩვენებს და რა ვიცი, ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ დაგვითმეთ თქვენით, რომ არაერთხელ შეგაწუხებთ მომავალში, საინტერესო იქნება თქვენი ინფორმაცია, კვალიფიკაცია, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საინტერესოა მოკლედ თქვენი ანალიზი. თან ვაკორდებით რაღაცნაირ რეჟიმის სახეცვლილებას, ფორსირება ხდება პროცესებისაც, ერთი კვირის განმავლობაში 3 პოლიტიკური ოპონენტი ოლიგარქის აღმოჩნდათ ციხეში.
ზურა ჯაფარიძე, ბაჩიაშვილი, დღეს უკვე ნიკამელია, ამ სამი პირიდან ორი არის გატაცებული, მოკლედ რთულ და საინტერესო მოვლენებს ვაკურდებით. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი.